საქართველოს რკინიგზა ფოთი-თბილისი ფოთის მიმართულებით კვირაში 4-ჯერ რეგულარულ საკონტეინერო ბლოკ-მატარებლებს ნიშნავს. ბლოკ-მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ, შედეგად ტვირთის მფლობელები კონტეინერს პორტიდან თბილისში ჩამოტანას უმოკლეს დროში შეძლებენ. შესაბამისი უწყებების ცნობით ახალი სერვისი ხელს შეუწყობს ფოთიდან თბილისში მომავალი და უკან ცარიელი კონტეინერების ტრანსპორტირების გადმორთვას მანქანებიდან რკინიგზაზე. დაუნიშნეთ ბლოკ-მატარებელი, რომელიც იქნება ფოთიდან და ბათუმიდან თბილისის მიმართულებით. ეს არის სიახლე და გაუმჯობესებული სერვისი ჩვენი მომხმარებლისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენ მომხმარებლებს, რომ პორტებში მიღებული ტვირთები ჩამოიტანონ თბილისში. წინასწარ დადგენილი გრაფიკი იქნება, ყოველდღიური გრაფიკი იქნება ბლოკ-მატარებლის და განსაზღვრული დროებით. ამ ბლოკ-მატარებლებით საქართველოს რკინიგზას გაეზდება შემოსავალი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ტვირთი დადის ავტომანქანებით, ეგრეთ წოდებული ტრაილერებით, შესაბამისად ჩვენ მოვახდენთ იმას, რომ გარკვეული მოცულობის ტვირთები წამოვიღოთ ჩვენი სატვირთო გადაზიდვების მატარებლებით. ფოთსა და თბილისის შორის რეგულარული საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების მიმოსვლა უზრუნველყოფს უფრო ჩქარ გადაზიდვას საკონტეინერო გზავნილების ქვეყნის შიგნით. ეს რა თქმა უნდა გაზდის ასევე ფოთის პორტის ეფექტიანობას და უფრო ნაკლებ ხარჯიანი იქნება ეს გადაზიდვები ქვეყნის შიგნით. ამასთანავე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ეს გადაზიდვები არის ეკოლოგიურად მეგობრული და შესაბამისად ეს არის თანამედროვე გადაზიდვის ფორმა.